დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ნაძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარის სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში. ასევე საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამც თუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო თავად ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში. მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად ჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც არჩევნების წინ ურყევი იყო და ნაციონალურ მოძრაობას მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელახსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გահუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა. ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ. ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. საერთო ჯამში 1999 წლიდან დღემდე ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საქმეზე, რომელთაგან 80%, 227 საქმე ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში ყველაზე ხშირად დადგენილია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაარღვია ევროპული კონვენციის მეორე მუხლი სიცოცხლის უფლება, მესამე მუხლი წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, მეხუთე მუხლი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.